გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მეკესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი დააკავა. გამოძიების მიხედვით კრისტალ ჯგუფის კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის და შპს ჰოსტელს მენეჯმენტ ჯგუფის დამფუძნებელმა ბაკურიანში დიდველის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე თვითნებურად დააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდათ მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს. უნებართვოდ აშენებული სასტუმრო აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა. ამ ეტაპისთვის გამოძიებით დადგენილია 1,894,925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. საქმეზე დაკავებულის ადვოკატ ცოტა ხნის წინ ესაუბრა ლევან ფანცხავა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში კურიერს შემოუერთდება. ლევან, რას ამბობს ადვოკატი? დიახ, კურიერი რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა დაკავებული კრისტალ ჯგუფის დამფუძნებლის ადვოკატს, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს მას შემდეგ, რაც მას ბრალი წარედგინება. მისივე განცხადებით დამატებით დეტალებზე საუბარი კი შეიძლება მას შემდეგ, რაც მტკიცებულებებს გაეცნობა. საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რომლის მიხედვითაც და როგორც გამოძიება ამბობს, კრისტალ ჯგუფის დამფუძნებელმა უნებართვოდ ააშენა სასტუმროები დიდველის ტერიტორიაზე, საიდანაც დიდი რაოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღო. ამ ეტაპზე სამწუხაროდ არაფრის თქმა არ შემიძლია. პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული, ჯერ შესაბამისად ვერ მოგახსენებთ. ველოდებით საქმის მასალების ბრალდების დადგენილებას და შემდგომ ჩამოყალიბდება პოზიციაზეც. ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სადაც თქვეს, რომ დაკავებულია კრისტალ ჯგუფის დამფუძნებელი, დადგინდა გამოძიებით, რომ აშენდა 5 სასტუმრო დიდველის ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე, ასევე გაშენდა სათხილამურო ტრასები და საბაგირო, რომლითაც მათივე ინფორმაციით მხოლოდ სასტუმროს დამსვენებლები სარგებლობდნენ. გამოძიების ინფორმაციით ამ საკითხებიდან გამომდინარე კრისტალ ჯგუფის დამფუძნებელმა ათეულობით მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ კრისტალ ჯგუფის კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის და შპს ჰოტელს მენეჯმენტ ჯგუფის დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში დიდველის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდა მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს. უნებართვოდ აშენებული სასტუმრო აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა. ამ ეტაპისთვის გამოძიებით დადგენილია 1,894,925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება კრისტალ ჯგუფის დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის, მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობის საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის პირველი ნაწილით, 218 მუხლის მეორე ნაწილით და 194 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ კრისტალ ჯგუფის დამფუძნებელს 9-12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მადლობა ლევან, თქვენ უსმენთ ლევან ფანცხავას.
საჯარო მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის აღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტის შესყიდული საქონლის ჩაბარება და დოკუმენტაციის გაფორმება ევალებოდა, ტენდერში მონაწილე კომპანიისგან ნაკლებობით ჩაიბარა საქონელი. მიღება ჩაბარების აქტი კი სრულ მოცულობაზე გააფორმა და კომპანიას სრული სატენდერო ღირებულება გადაურიცხა. სანაცვლოდ ბრალდებულმა კომპანიის წარმომადგენლისგან აიღო რა დროსაც ის დააკავეს. უწყების ინფორმაციით განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მოპოვებულია აუდიო-ვიდეო მტკიცებულება. მილიონიანი გირაო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში ბრალდებულ მამუკა ხაძარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. დანარჩენი ბრალდებულების მიმართ კი წინა სასამართლოს ხტომის თარიღად 25 დეკემბერი განისაზღვრა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით დასრულდა. დაწყებულ გამოძიებას დევნად და ზეწოლად აფასებენ ოპოზიციაში. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ ბრალდებები მტკიცებულებებით არის გაჯერებული, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ოპოზიციის გეგმა და მიზანი ქართველების დასანქცირება და ქვეყანაში არეულობის მოწყობა იყო. სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებული 8 ოპოზიციონერის საქმეზე გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს გაიცნო ნანა გოგატაძე და ის შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ნანა, ეთერში ხარ. კურიერის მიერ მოპოვებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ოპოზიციონერ ლიდერებს საუბარი არ სურთ, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ მაშინაც თუ კი ამ ჩანაწერების ნამდვილობა დადასტურდება, ისინი დანაშაულის ნიშნებს მაინც ვერ ხედავენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ 8 ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკურად მოტივირებული. ეს არის საქმე, რომელსაც ხელისუფლება უყურებს როგორც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს, რომლის ერთადერთი მიზანიც არის ისევ და ისევ ეროვნული და ევროპული პოლიტიკური ძალების დასუსტება. არ ვიცი ეს ჩანაწერი არის თუ არა ავთენტური, არ ვიცი რომელ ისტორიულ მომენტს პასუხობს, არ ვიცი რეალურად რა დღე არის, რა თვე არის, ვისი ჩაწერილი, არაფერი არ ვიცი. ვერ გეტყვით რომ ადასტურებ, გამოგონილიც რო იყოს და ასე ვთქვათ დამონტაჟებულიც თუ გადაჭრილი მოჭრილი, ეგეც არ გამიკვირდება. სიმართლეც რო იყოს, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, იმიტომ რომ ამ ჩანაწერში დანაშაულების ნიშნების შემცველი არაფერი არ. განსხვავებული შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის. ეს ჩანაწერი არის მურიგი დადასტურება იმისა, რომ გასულ წელს ჩატარებული საპროტესტო აქციები არ ყოფილა სპონტანური, არამედ იყო წინასწარ დაგეგმილი. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან იმაშიც, რომ ოპოზიცია გარე ძალებისგან იმართებოდა და მათი მთავარი მიზანი იყო ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა. ფაქტებზე და გარემოებებზე რაზეც პროკურატურამ გაამახვილა ყურადღება საზოგადოებისთვის არის ისედაც კარგად ცნობილი. ცხადია, სასამართლო დადასტურება ჭირდება ყველა ბრალდებას, თუმცა ის რომ ეს ადამიანები, ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, სინამდვილეში კი რადიკალური და რეაქციული ანტიქართული აგენტურული ძალის წარმომადგენლები, წლების განმავლობაში საბოტაჟს უწყობდნენ თავის ქვეყანას, უცხო ძალებს აწვდიდნენ ინფორმაციებს. ხდებოდა პირდაპირ სააშკაროზე იმის თქმა, რომ მათ სურთ საქართველოს ჩართონ სხვადასხვა რთულ და ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა დაუძლებელ პრობლემატიკაში. ეს ყველაფერი ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის. ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებდით ჩვენ საზოგადოებას ამ ხალხის აგენტურულ საქმიანობაზე და დადასტურდა თუ არა ამ ფარული ჩანაწერებით, გამოქვეყნებული ჩანაწერებით, რაც არის მათი საქმიანობა, მათი მტრული საქმიანობა და უცხოეთის სპეცსამსახურებთან გარკვეული კოლაბორაცია. რას ნიშნავს ეს? ხო, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგროვებ ინფორმაციას, რომ მოახდინო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, დამხობა და აქედან შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ესე იგი, ეხმარები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს. დიდი სცენარი იყო დაწერილი საქართველოს წინააღმდეგ. და აი ამ დაწერილი სცენარში, რომლის მთავარი მიზანი იყო რომ თითქოს საზოგადოებისათვის მოეჩვენებინათ, რომ ეს ბუნებრივი პროცესებია და რაღაცა ბუნებრივი პროტესტია, სინამდვილეში ეს იყო უცხოეთის სპეცსამსახურების ხელიერია, ქართული აგენტურის, აი მათი წარმომადგენლების დახმარებით და ამ სცენარში ყველას თავთავისი როლი ჰქონდა გადანაწილებული. პროკურატურის ინფორმაციით 8 ოპოზიციონერის საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს. მათი ნაწილი კურიერმა მოიპოვა. საუბარი აუდიო ჩანაწერებზე, სადაც ოპოზიციონერი ლიდერების სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს. კიდევ ერთი ჩანაწერი არსებობს, რომელიც სავარაუდოდ აქციების დროს რაციებით არის მოპოვებული. მადლობა ნანა, კურიერის ეთერში საუბრობდა ნანა გოგატაძე.
სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებული 8 ოპოზიციონერის საქმეზე ჟურნალისტებმა შეკითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მუხლები, რომლებიც წარდგენილი აქვთ პოლიტიკოსებს, პარლამენტის ცვლილებებით მოქცეულია სამშობლოს ღალატის დეფინიციის ქვეშ. რაც მისი თქმით, თავის დროზე სისხლის სამართლის კოდექსიდან ნაციონალურმა მოძრაობამ ამოიღო. იცოდნენ თავიანთი მოღალატეობრივი ბუნება, ხვდებოდნენ, რომ ადრე თუ გვიან წარდგებოდნენ მართლმსაჯულების წინაშე სამშობლოს ღალატის მოხდით. განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ეს ჩანაწერები, ეს ბრალიც სწორედ ამას გვაჩვენებს ჩვენ დღისით, მზისით 21 საუკუნეში ვაკვირდებით ჩვენ ადამიანებს, რომელიც ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს. ამ ხალხს სინამდვილეში და იმიტომაც უწოდებთ უსამშობლოებს, რომ მათ რო კითხოთ, მათ გააზრებული არ აქვს სამშობლოს ღალატი. თავი მიაჩნიათ რაღაც კოსმოპოლიტად, მსოფლიო მოქალაქედ. მისთვის ქართული სახელმწიფო და ესტონური სახელმწიფო ერთი და იგივე არის. მაშინ ჩატარდა ჩხრეკევი პარტიის თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ჯგუფებში, ოფისებში, სადაც ამოღებული იქნა მოლოტოვის კოქტეილები და სხვა. ყველა ეს გარედან მხარდაჭერი ჯგუფები სწორედ ამით იყო დაკავებული. ჩვენ ამას ხედავთ პირდაპირ პარლამენტის შენობაზე, როგორ მიდიოდა შტურმი, როგორ სცადეს პარლამენტის გადაწვა და ამას ტაშს უკრავენ დღესაც ზოგიერთი უცხოელები. გახსოვთ თქვენ, რომ ამ ძალადობრივი აქციის ფოტოებს ტირაჟირებს, მათ შორის ევროკავშირის საელჩო. მრავალტომიანი საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებში აუდიო ჩანაწერებიც დევს, როგორ მუშაობდა ოპოზიცია დასასჯელთა სიაზე. ისმის ელენე ხოშტარიას ხმა, სადაც ისაუბრობს უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე. შეხვედრებზე და სანქციების საკითხების განხილვაზე საუბრობს ზურაბ ჯაფარიძეც. ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გარდა საქმეში დევს ბრალდებული პოლიტიკოსების განცხადებები და მოწოდებებიც, ასევე საუბრები რაციებში. საპროტესტო აქციების დროს გარკვეული ჯგუფები ერთმანეთთან ინფორმაციას სწორედ ამ მეთოდით ცდილობდნენ. მაშინვე გითხრეს თემები, რა თემებიც აინტერესებთ, ანუ რა ინფორმაცია აინტერესებთ, მაგალითად ინფორმაცია იმ ბიზნესებზე რუსულზე, რომელიც აქ იხსნება, მაგალითად ნავთობის შესყიდვაზე, მაგალითად სამხედრო სფეროში რა ხდება, მოკლედ კონკრეტული სია ჩამოგვიწერეს კითხვების და გითხრეს, რომ ამ თემებზე მოგვაწოდეთ ხოლმე ინფორმაცია მუდმივი. Კონდა ეს კომუნიკაცია, დაახლოებით 100 გვერდიანი დოკუმენტი შევკარით და რაღაცებს უგზავნით გადასამოწმებლად, რაღაცებს უკვე თქვა დადასტურებულ დოკუმენტებს და ასე შემდეგ. თუმცა კარგი არის ის, რომ უკრაინელები ლობირებენ ჩვენთან ერთად ამ თემას. ბრიტანეთში, ამერიკაში და ევროკავშირში, ოღონდ ნებისმიერი ერთი მოსამართლის დასანქცირება, ან პროკურორის და ეტაპობრივი დამატება ინგლისი ამი ხო, ანუ იქნება ეს რაღაცა სკვიზინგი რა, ამათი და ეგ ტაქტიკის ამბავია. რაც აინტერესებდათ, იყო ეს ირანული დრონების ამბავი. ეს ირანული დრონები ეხლა უკრაინაში იქცა სერიოზულ პრობლემად და ეს ინფორმაცია, რომ შეიძლება საქართველოზე გადაფრენით შევიდა რუსეთში ირანიდან ეს დრონები, ეს იყო მათ მნიშვნელოვნად თვითონ ახსენეს ეს ამბავი რა, რომ მაგაზე თუ დამატებით რაღაც ინფორმაცია მოუწევთ თუ დადასტურდა რომ ეგეთი რაღაცა არისო, ეგო შეიძლება გახდეს საფუძველიო კონსენსუსის ევროკავშირში, რომ სანქციები გამოვიყენოთ. ავიტანოთ ბარიკადების ეს ამხარეს, იმიტომ რომ მაქედან გამოდიან ხოლმე. ანდუნა დავალაგოთ, არა, მოდი ეხლა ბარიკადებს გავუკეთოთ ერთი კონკრეტული ადგილი და მერე გავშალოთ. ეს ვიტო სკამები, რომელიც არ არის დამეტონებული და სადაც ეხლებათ, არა აქვს ისოლა იზებიან, არ იზებიან, აღაკეთეთ და გადაიტანეთ პერიოდ. წავიდა. ეს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მილიონიანი გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა აქვთ. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობას სრულად დააკმაყოფილა. სახელმწიფო ბრალდება ლელოს ლიდერების მიმართ ითხოვდა გირაოს. დანარჩენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შემთხვევაში კი მხოლოდ სასამართლოს ხდომის ვადის განსაზღვრას. საბოტაჟის უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების. ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი სულ 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოს. მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას წარუდგინა.
არც ერთი პირი პოლიციელი არ არის დასახელებული, რომელიც კონკრეტულად უთითებს, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რაიმე ქმედება ახორციელებს. ასევე საქმეზე არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რომელიც არანაირი კავშირის შემხებლობაში არ არის. მას არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიან დაფასებულ გადაწყვეტილებასთან, რომლის გამოტანაც ევალება სასამართლოს. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. მოგეხსენებათ, ჩვენ ვითხოვდით ორი ბრალდებულის, კერძოდ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აკვეთი ღონისძიების სახით გირაოს მილიონ ლარის გამოყენებას. ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილდა და აღნიშნული ოდენობით შეეფარდათ აღნიშნულ ბრალდებულებს გირაო, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ, როგორც მოგეხსენებათ, ვითხოვდით მხოლოდ წინა სასამართლოს თომის ვადის განსაზღვრას, ვინაიდან ეს ბრალდებულები, სადაც ზოგი პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის საჯელს განაჩენის საფუძველზე, ხოლო ერთი ბრალდებული კი ეს ბრალდებულს აკვეთი ღონისძიებად შეფარდებული აქვს საპატიმრო გირაო და იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა ევროკავშირის ელჩის წერილზე, რომელიც ჰერჩისკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა და რომელშიც საუბარია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ფაქტობრივ შეჩერებას საფუძვლად დაედო 2024 წლის 27 ივნის ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დასკვნები. ანუ ბრიუსელმა საქართველოსთან მოლაპარაკებები 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე 5 თვით ადრე შეწყვიტა. თუმცა ევროინტეგრაციის შეჩერება ქართულ მხარეს და მიღებულ კანონებს დააბრალდა. სპიკერი ცრუ ნარატივებისთვის დახარჯულ თანხებზე საუბრობს და მოუწოდებს ბრიუსელს უარყონ დეზინფორმაცია როგორც პოლიტიკური იარაღი. ეს კიდე ერთი დასტური არის თუ რა პოლიტიკური ენერგია და ფული ხარჯება საქართველოში ცრუ ნარატივების დასამკვიდრებლად. და ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი იყო თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. და ამ წერილმაც თავად დაადასტურა და ეს არის საკუთარი თავის მხილება ბრიუსელის მხრიდან, რომ სინამდვილეში ეს პროცესი შეაჩერა 2024 წლის ივნისში თავად ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობა მოითხოვა ბრიუსელის მხრიდან მისი ფინანსების საქართველოში დახარჯული თანხების გასაჯაროება. ეს ვერ გვაპატიეს, რომ ქართველებმა ჩვენს ქვეყანაში მოვიკითხეთ, რა შეიხარჯება ფული. ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ იმ ღირებულებით უკუსვლას, რომელსაც ბრიუსელი განიცდის და ჩვენი მოწოდება სწორედ ეს არის, რომ დეზინფორმაცია როგორც პოლიტიკური იარაღი უნდა უარყონ და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ბრიუსელისთვის, რომ დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვრცელი ინტერვიუ ჩინურ ტელეკომპანია CCTV-სთან. ირაკლი კობახიძემ ლიდერს თოქის წამყვანის შეკითხვებს უპასუხა. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე. საქართველოს როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის დამაკავშირებელი ქვეყნის როლზე. აქცენტი გაკეთდა ჩინეთთან სავაჭრო პარტნიორობის ზრდის ტენდენციაზეც, საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ტრადიციებსა და კულტურაზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენც ვიყავით საქართველოს გამოფენაზე და ვიტყოდი, რომ ეს საკმაოდ შთამბეჭდავი გამოცდილება იყო. რატიპის ქართულ პროდუქტებსა და წარმოების მიმართულებებს ისურვებდით წარმოგედგინათ ჩინელი მომხმარებლებისთვის. ჩვენ ვცდილობთ დამთვალიერებელს ჩვენი საუკეთესო მხარე ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, საქართველო ცნობილია სხვადასხვა სახის პროდუქციით და მათ შორის ღვინო ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია. გვიხარია, რომ ღვინის ექსპორტი ჩინეთშიც იზრდება. გვიხარია, რომ საქართველოში ჩინელი ტურისტები რიცხვი იზრდება. მეტი პირდაპირი ფრენა უკეთესად შეუწყობს ხელს ხალხთა შორის ურთიერთობებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია და სტატისტიკა აჩვენებს, რომ მუდმივად იზრდება მაჩვენებლები ყველა სხვადასხვა სფეროში, როდესაც საქმე იმპორტსა და ექსპორტს ეხება. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები. მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, ასევე სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორობა. საქართველო ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ჩინეთის სარტყელი და გზის ინიციატივას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, როგორ ფიქრობთ, რა წვლილი შეიტანა სარტყელი და გზის ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობამ ქვეყნის განვითარებაში? ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ძლიერი როლი ვითამაშოთ ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივაში, რომელშიც მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან პერსპექტიულია. გსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია. დიდ ინვესტიციებს ვდებთ მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. შუადერეფნის ინიციატივა შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სხვადასხვა ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობისა და
სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში. ჩინეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, საქართველო ქმნიან ძალიან საინტერესო მარშრუტს ეკონომიკური კავშირებისა და სავაჭრო პარტნიორობისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ შუა დერეფნის, ტრანსკასპიური დერეფნის გაძლიერების იდეის ერთგულნი ვრჩებით. გუშინ ორივე ქვეყანამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე. რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ეს განახლებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება? So following the signature of the free trade agreement in 2018, so we 2018 წელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ არსებითად წინ წავწიეთ სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან და ციფრების შტამბეჭდავია. მოლაპარაკებების დასრულებით ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმავოთ სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან. ჩვენ გვსურს ჩინეთში ექსპორტის მოცულობის გაზრდა. საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი. საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო. ხოლო წელს თუ პირველ 3 კვარტალს ავიღებთ 7.7%-ია. არსებობს მრავალი განსხვავებული სფერო, სადაც საქართველოში ინვესტიციები შეიძლება საინტერესო იყოს ჩინელი პარტნიორებისთვის. მაგალითად, ენერგეტიკის სექტორი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ტურიზმი და მასპინძლობა. საქართველოს ეკონომიკურ აქტორებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს თავაზობს. ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადები, ძალიან მარტივი საგადასახადო სისტემა, ნაკლები ბიუროკრატია საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის. საქართველოს ასევე ძალიან მაღალ პოზიციებზეა სხვადასხვა ინდექსში ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. საქართველომ ასევე 4 წლით შეაჩერა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. მთავარ მიზეზად კი შანტაჟი და манипуლირება დაასახელა. შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვიამბოთ რამდენიმე კონკრეტული შემთხვევის შესახებ, რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანათ. we cannot allow ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს. 2022 წელს ჩვენ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შევიტანეთ და ჩვენი განაცხადი უარყოფილი იქნა. კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღებას წელიწად ნახევარი დასჭირდა. ჩვენ ამისთვის ბრძოლა მოგვიწია. ასევე ეს კანდიდატის სტატუსი შანტაჟისთვის გამოიყენეს. მოგვიანებით მათ ჩვენი შანტაჟი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხით დაიწყეს, რაც არ არის კარგი, რადგან საბოლოოდ ამან არეულობების შექმნა საქართველოშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ გვაქვს მიზანი გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ ჩვენ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად. ეს არის ჩვენი ზოგადი მიდგომა. საქართველოს მთავრობამ ამჟამად დაიწყო 2026 წლიდან 2035 წლამდე ყოვლის მომცველი 10 წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება. შეგიძლიათ გვიამბოთ რამდენიმე ძირითადი რეფორმისა და პრიორიტეტის შესახებ. economic development is the key priority. ეკონომიკური განვითარება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ასევე ჩვენ ორიენტირებულები ვართ განათლების სისტემის რეფორმირებაზე. ის ასევე მოიცავს სოციალურ სფეროებსა და სოციალურ რეფორმებს. ჩვენ ახლახან დავიწყეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა. დოკუმენტი წარადგინება საქართველოს საზოგადოებასთან ვფიქრობ, ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის. მარნეულში ერთ-ერთი ბიზნესმენის კუთვნილ მაღაზიასა და ავტომობილზე შეარაღებული თავდასხმის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. ერთს კი ბრალის სასჯელ ახსრულების დაწესებულებაში წარუდგინეს. გამოძიების ინფორმაციით თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც დაზარალებულმა უარი თქვა საზღვარგარეთ მყოფი და წითელი ციρკულარით ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტის ელმურაზ მამედოვისთვის $50,000 გადახდაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მამედოვმა ბიზნესმენის დასჯის მიზნით $10,000 სანაცვლოდ შეარაღებული თავდასხმა შეუკვეთა. საგამოძიებო უწყება დანაშაულის ამსახველ ვიდეო ჩანაწერებსაც აფრთხილებს, დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარსულში ნასამართლები პირი დააკავა. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა, იძულება და ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეგობარ ქალს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოიღეს ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, მჭიდი და 5 ვაზნა. დაკავებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირია დაკავებული. საუბარია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერების, ასევე მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე. მტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ბუპრენორფინი, ალფა-პვპ, გამომშრალი მარიხუანა, კოკაინი, მეთადონი, MDMA და მორფინი. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მე მომავალში ამ სახელწოდების ანტინარკოტიკული კამპანია სკოლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. პროექტის მიზანი მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. მართლწესრიგის ოფიცრები, მანდატური სამსახურის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ტრენერ-მანდატურები მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყვარელში ილიაობის ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ილია ჭავჭავაძის ძეგლი გვირგვინით შეამკო. მოგვიანებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც დაათვალიერეს დიდი ქართველის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ექსპონატები. საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ილია ჭავჭავაძის 188 წლის თავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს. რომ არა ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრეები, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვერ ვიქნებოდით ესე მყარად, როგორც დღესა ვართ. ჩვენ ვერ ვისაუბრებდით ჩვენს ენაზე, ჩვენ ვერ დავიცავდით ჩვენს მამულს და სამშობლოს და ჩვენ არ ვიქნებოდით ქრისტიანები. სანამ საქართველოს იარსებებს, აუცილებლად იარსებებს იდეა, რომელიც იმ ძნელბედობის ჟამს, იმპერიის მარწუხების ფარგლებში ჩვენმა დიდმა ილია ჭავჭავაძემ შექმნა. ამ უდიდესმა ბუმბერაზმა ერისკაცმა, კაცმა, რომელმაც დაგვიტოვა საუნჯეთ მნიშვნელოვანი პოსტულატები, მამული ენას არწმუნოება, ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს. სწორედ ამ პოსტულატებზე დგას ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოც. შემთხვევითი არ არის, რომ ერეკლეობა და ილიაობა გვერდ-გვერდ აღინიშნება. ერეკლე ჩვენი უკანასკნელი დიდი მონარქი იყო, რომლის შემდეგაც სწორედ ილია ჭავჭავაძეს ხვდა წილად, რომ ეზრუნა ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე. მან მოუყარა თავი წინაპრებისგან შემორჩენილ ღირებულებებს, შექმნა და ჩამოაყალიბა ის სამი სვეტის განზომილება, რომელსაც დაიფუძნა შემდეგ ახალი აღორძინებული ქართული სახელმწიფო, მამულის, ენის და სარწმუნოების მთავარ ღირებულებებად გამოცხადების სახით. ყვარელში სახალხო დღესასწაული ილიაობა აღინიშნება. წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები იმართება ყვარელში ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში. მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, ასევე კულინარიული სივრცეები და ბავშვთა გასართობი ზონები. მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივებს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები და აქტივობები ელოდებათ. დღის ბოლო დასრულდება ქართული ხმების კონცერტით. დღეს დაიბადა ადამიანი, რომლის სახელი და გვარიც ჩემთვის პირადად და თუნდაც გვართავი დავანებოთ, თვითონ ცნება ილია ნიშნავს აბსოლუტურად ყველაფერს, ნიშნავს ჩემს სინდისს და ნამუსს, ნიშნავს იმას, რომ სადაც არ უნდა წავიდე, არასოდეს არ უნდა დამავიწყდეს, რომ მე იმიწის შვილი ვარ, რომელზეც ილია ჭავჭავაძე დადიოდა. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყვარლელებისთვის. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ილია ჭავჭავაძე ყვარელში დაიბადა. ყვარელში გაიზარდა, აქ გაატარა ბავშვობა. ეს ჩვენი დიდი სიამაყეა. ილია იყო უბუმბერაზე ადამიანი. განუზომელია ილია ჭავჭავაძის ღვაწლი და მოღვაწეობა ჩვენი სამშობლოს, ქვეყნის და ერის წინაშე. დღეს ყვარელში მის მშობლიურ ქალაქში აღნიშნავთ მისი დაბადებიდან 192 წლის თავს. გახელები განსაკუთრებით ამაყები ვართ, როდესაც ჩვენ ყავს ისეთი უგვირგვინო მეფე, როგორც ილია ჭავჭავაძეა.
უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსეთის თავდასხმების შედეგად ზაპოროჟიეში 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა. მსხვერპლია დნეპროპეტროვსკის რეგიონშიც. დაღუპულია 1 ადამიანი და დაშავებულია 10. მათ შორის 2 ბავშვი. რუსულმა ძალებმა იერიში რაკეტებით განახორციელეს. მოიერიშე დრონებით დაიბომბა ოდესის რეგიონიც. შედეგად ხანძარი გაჩნდა ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტში. ასევე მართვადი ბომბი აფეთქდა ხარკოვის რეგიონში არიან დაშავებულები. შეერთებული შტატები რუსული ნავთობის ყიდვაზე უნგრეთის შეზღუდვებისგან გათავისუფლებას განიხილავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიქტორ ორბანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, უნგრეთისთვის გამონაკლისის დაშვებას გეგმავს იმ მოტივით, რომ ქვეყანას საზღვაო პორტი არ აქვს და ნავთობს რუსეთისგან მილსადენის საშუალებით იღებს. თავის მხრივ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ უნგრეთი რუსეთისგან ნავთობს ვერ მიიღებს, ამას მისი ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. უნგრეთისთვის ძალიან რთულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის სხვა რეგიონებიდან მიღება. ზღვა არ აქვთ, პორტები არ აქვთ, ამიტომ სერიოზულ პრობლემას აწყდებიან. თუ შევხედავთ იმას, რაც ხდება ევროპაში, მათგან ბევრ ქვეყანას არ აქვს მსგავსი პრობლემები და რუსეთისგან ნავთობისა და ბუნებრივი აირის დიდ მოცულობას ყიდულობენ და როგორც იცით, ეს ძალიან მაწუხებს. ნათელია, რა შედეგები მოჰყვება უნგრელი ხალხისთვის და უნგრეთის ეკონომიკისთვის, თუ ნავთობსა და გაზს რუსეთიდან ვერ მივიღებთ, რადგან ჩვენ მილსადენებით ვმარაგდებით. მილსადენი არ არის იდეოლოგიური ან პოლიტიკური საკითხი, ეს არის ფიზიკური რეალობა, რადგან ჩვენ არ გვაქვს პორტი. ამიტომ ჩვენ ამ საკითხზე მოვილაპარაკებთ. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ისრაელის მთავრობის 37 წევრის, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა. უწყება მათ ღაზაში ომთან დაკავშირებით გენოციდში სდებს ბრალს. სტამბოლის მთავარი პროკურორის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელის სახელმწიფო მოხელეებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ღაზაში ჩადენილი დანაშაულებისთვის. ნეთანიაჰუს გარდა დაკავების ორდერი ასევე გაიცა ისრაელის თავდაცვის და უსაფრთხოების მინისტრების, არმიის და საზღვაო ძალების მეთაურების წინააღმდეგ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა. ეროვნული ბანკის 30 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს პროფესიული დამსახურებისა და ფასდაუდებელი შრომისთვის გადაეცათ საპატიო ჯილდოები. ასევე დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების თანამშრომლებიც. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურმანმა. ულოცავ დღევანდელ დღეს ბანკირის პროფესიულ დღესასწაულს საფინანსო სექტორის თითოეულ თანამშრომელს. ძალიან კარგია, რომ წლევანდელ წელს ჩვენი საბანკო სისტემა ეგებება როგორც ძალიან ჯანსაღი, ძალიან მედეგი სხვადასხვა შოკის მიმართ, აქტივების მაღალი ხარისხით, მაღალი კაპიტალიზაციით, მაღალი ლიკვიდობით, სტაბილური, ეს აღიარებული არის ყველა, ასე ვთქვათ, შესაბამისი რეიტინგით, ძალიან კონკურენტუნარიანია თუნდაც წამყვანი ევროპული ეკონომიკების საბანკო ინსტიტუტებთან შედარებითაც კი ჩვენი ბანკები არიან ერთ-ერთი ყველაზე წინ წასულები წარმატებულები დიჯიტალიზაციის თვალსაზრისით. ბანკირის დღე მნიშვნელოვანი დღე არის მთლიანად საფინანსო სექტორისთვის. მნიშვნელოვანი აღნიშნული დღის აღნიშვნა არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვიხარია და ჩვენ აღვნიშნავთ როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენლები, არამედ კიდევ ერთხელ რომ დავუსვათ ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანი არის საფინანსო სექტორი ეკონომიკისთვის. ეს არის ერთი ოჯახი, ეროვნული ბანკი. ჩემთვის არის მეორე ოჯახი ეროვნული ბანკი, ამდენი წლის მუშაობა. ეს არ არის ჩემი პირადული, ეს არის საერთო საქმის კეთება და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. სასიამოვნო იყო, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ჯილდოც და ხშირად მეკითხებიან ხოლმე, აი 30 წელზე მეტია უკვე რაც მუშაობ ეროვნულ ბანკში და აი როგორ ამდენხან ერთი და იგივე ადგილზე როგორ იყავი, მაგრამ ყოველთვის ისეთი პრესტიჟული იყო. ისეთი ჩემთვის საამაყო იყო ეროვნულ ბანკში მუშაობა, რომ არასდროს ერთი წუთით არ მიფიქრია, რომ სხვაგან მემუშავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ვალეს ტერიტორიაზე საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნა 2025 ჩატარდა. ერთობლივი წვრთნის მიზანი ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესება. აღნიშნულ წვრთნას დიდი ისტორია აქვს და წელს უკვე მე-13 ტარდება, რაც სალსახად ადასტურებს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების წარმატებულ თანამშრომლობას. ერთობლივი წვრთნების მიზანია ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკითხებში კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესება. საქართველოს სტენდი ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე უკვე მეოთხე დღეა ყურადღების ცენტრშია. დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა როგორც ქართულმა გასტრონომიამ და ღვინომ, ისე ქართულმა პროდუქციამ, რომლითაც შანხაიში აწარმოეს საქართველოში 40-მდე კომპანიასთან ერთადაა წარმოდგენილი. შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით და ყველაზე მასშტაბური სტენდით წარსდგა. გამოფენაზე საქართველოს პოტენციალს 10,000-ობით ვიზიტორი ეცნობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 5 დღის განმავლობაში გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ქართველი შეფმზარეულების სტუმრებს ქართულ კერძებს აცნობენ. შანხაის გამოფენას წელს დაახლოებით 150,000 ვიზიტორი ჰყავს. წელს საქართველო იყო სპეციალური სტუმრის სახით წარმოდგენილი ამ გამოფენაზე. უკვე ცხადია, რომ წელს ჰქონდა რეკორდული შედეგები, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ინტერესი ჩვენი ეროვნული პავილიონის მიმართ. ამასთან ერთად ბიზნესების ნაწილში ასევე გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები კომპანიებისგან, როცა ისინი აღნიშნავენ, რომ ეს ცნობადობა, ეს ინტერესია საქართველოს წელს გამოიწვია განსაკუთრებული აღმოჩნდა მათთვის. უკვე გვაქვს სახელზე გაფორმებული კონტრაქტები, ამასთან მოლაპარაკები, რომელიც დამატებით კონტრაქტებს მოუტანს ამ კომპანიებს. ემოციები ძალიან დიდია, მით უმეტეს, როცა ჩვენ სტენთან ამხელა გამოხმაურება არის, ძალიან ამაყები ვართ, იმიტომ რომ მოწონთ ყველაფერი, ჩვენი კერძები, ჩვენი ფოლკლორი, ღვინო, მთლიანად ქართული კულტურა. წლევანდელი წელი საკმაოდ აქტიურად დაიწყო, გუშინ მოგეხსენებათ პირველი დღე იყო და საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ყავდა, არაერთი პროდუქცია გავყიდეთ და მათ შორის იყო რამოდენიმე საინტერესო ბიზნეს შემოთავაზებაც, რომლებთანაც გავაგზავნებთ აუცილებლად კომუნიკაციას და მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე მეორე ვადით აირჩიეს. სანიკიძე კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. საანგარიშო საარჩევნო ყრილობას 40 დელეგატიდან 38 ესწრებოდა, რომლებმაც პრეზიდენტი ერთხმად აირჩიეს. ისდები ჩვენ გუნდთან ერთად ის დასახული ამოცანები და მიზნები რაც გვაქვს სრულიად მოვიყვანოთ. რაც შეეხება განვლილ წლებს, ვფიქრობ არც თუ ისე წარუმატებელი იყო, ბევრი გამოწვევები, რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მივახციეთ იმ შედეგებს, რაც არის ბევრი მიმართულებით ისტორიული, როგორც ასაკობრივი ნაკრებების კუთხით, ასევე ეროვნული ნაკრების სულ ახლახანს დამთავრებული ევროპის ჩემპიონატზე ტოპ 8 გუნდში მოხვედრა არის ისტორიული შედეგი. ულოცავ ფედერაციას და ვიქტორ სანიკიძეს მეორედ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევას. ფიქრობ, რომ წარმატებული 4 განვლილი წელი იყო ჩვენთვის ეს. მე პირადად ფიქრობ, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ეს არის რეგიონების განვითარება. გამორჩეულად. წარმატებული იყო მისი პირველი ესე რომ ვთქვათ ვადით არჩეული დრო, ძალიან დიდი და მარტორი ბევრი რამ იყო, რაც არ ჩანდა, კადრების მიღმა იყო, თუნდაც ბავშვების ჩართულობა, კალათბურთის პოპულაციის გაზრდა რეგიონებში, კალათბურთის გატანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო გადადგმული და რა თქმა უნდა, მეორე ვადითაც კონკურენციო იყო. კურიერი 6-ზე დასრულებულია, მე დღეს ამით გემშვიდობებით, თქვენ კი ყველა სიახლეს გაეცანით რუსთავი 2.j-ზე.